მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პოდკასტების სერიას ეკონომიკა მოკლედ, სადაც მოგითხრობთ ეკონომიკის ისტორიას, მისი განვითარების ძირითად ფაქტოლოგიას და ჩვენ წინა ეპიზოდში ვილაპარაკეთ ეკონომიკურ ზრდაზე. ჩვენ ახლა უნდა ვილაპარაკოთ ამ ეპიზოდში ეკონომიკურ უთანასწორობაზე, იმიტომ რომ ეკონომიკური ზრდიდან გამოწვეული და მიღებული დოვლათი, როგორც აღმოჩნდა, არ ნაწილდება თანაბრად, არ ნაწილდება თანასწორად. ეს განსხვავდება როგორც საკუთრივ წარმოების აგენტების მაგალითზე, ინდივიდების მაგალითზე, ასევე სახელმწიფოების კუთხითაც, ხო? არსებობს ესეთი ყბადაღებული თეორია, მანამდე გეტყვით, რომ მე ვარ გურამ ნიკოლაშვილი, ამ პოდკასტის წამყვანი, ჩვენი მთხრობელია მამუკა მახათაძე, ჯიპას პროფესორი და მე მინდა პირველ რიგში ამ უთანასწორობაზე ლაპარაკი დავიწყო ესეთი ძალიან ბესტსელერი წიგნით. დარენ აჩემოღლუ თუ არ ვწდები ესეთია სახელი და გვარი, რომელიც წერს, რომ აი რატომ ვერ აღწევენ სახელმწიფოები წარმატებას, რატომ არიან მდიდრები და ღარიბები და თავიდან სპიკეტი ხო უთანასწორობა. თავიდანვე დასაწყისიდანვე მე პირადად ეს წიგნი არ მომწონს, იმიტომ რომ ის ვთავაზობს იდეას, რომ ინგლისი აი თავისი მართლობის გამო არის ინგლისი და პრინციპში იგივე მართლობა საფრთხით შესაძლებელია მოხდეს ეგვიპტეში და ეგვიპტეც გახდეს ინგლისი, რაც არის ძალიან საკამათო და მე ვფიქრობ რომ არასწორი იდეა. თუმცა აი ამ ჩვენი ეპიზოდის აი ამ თემატიკაზე ლაპარაკის შედეგად იქნებ გავარკვევთ ბოლოში ვინ ცდება და რატომ მოწონთ ეს მიდგომა უთანასწორობა. რა ფაქტია რომ უთანასწორობა არსებობს და დაგროვილი შემოსავალიც არ ნაწილდება თანასწორად. რატომ? პირველი დავიწყოთ იმით, რომ უთანასწორობა როდის დაიწყო? ახალია თუ სულ არსებობდა. და მითია თუ არა, რომ ყველას ერთნაირი შესაძლებლობები აქვს. ხო? ამიტომ რაც შენ თქვით, მარტო ხელისუფლების შეცვლით ეგვიპტე და ინგლისი, ასე ვთქვათ, ერთნაირი შესაძლებლობის ვერ იქნება, ხო, საწყისი სხვადასხვა. მეორე მხრივ, ბედისწერაა, რომლის შეცვლა არ შეიძლება თუ რაღაცა შეიძლება შევცვალოთ. აი, ჩვენ წინა ეპიზოდში, როდესაც ლაპარაკობდით ეკონომიკურ ზრდაზე, თქვით, რომ ოქროს პერიოდი არსებობდა. ანუ 30 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა შედარებით სამართლიანად ნაწილდებოდა. და სადღაც თქვით, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც 30 წლის განმავლობაში 97% იყო, აისახებოდა 91%-ით ზრდაზე ხელფასების შემოსავლების საშუალო ოჯახების. შემდგომში უკვე ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი. კი, ისევ 45 წელი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. და უკვე 70-იანი წლებიდან, როგორც თქვით, ნავთობის კრიზისიდან, მემარჯვენეების მოსვლიდან, რომლებმაც ის რაღაცა შეზღუდვები მოხსნეს, რომელსაც მიდგომა ასეთია, რომ აი ყველანაირი შეზღუდვა თუ მოიხსნება, ყველა კარგად იქნება. შემდგომში უკეთესი არ გახდა. ხო, ანუ ეკონომიკური ზრდა არ დაჩქარდა, თუმცა დაახლოებით იგივე იყო და შემდგომი 74% ზრდიდან მხოლოდ 12% აისახა, თქვათ, ხელფასების ზრდაზე. ანუ ჩვეულებრივმა ადამიანებმა იმ ზრდიდან მხოლოდ 12%-ით გაუმჯობესება მიიღეს. ანუ არ ვამბობთ, რომ არ მიიღეს გაუმჯობესება სულ, მაგრამ შედარებით ბევრად ნაკლები მიიღეს. თუ ჩვენ ისტორიაში არსებობდა ის 30 წელი და მთელი დანარჩენი კაცობრიობის ისტორიაში ეს დიქოტომია და ეს უთანასწორობა სულ არსებობდა, ალბათ ყველაზე საინტერესო ეს 30 წელი შევისწავლოთ, ხო? რა იყო იქ განმაპირობებელი იმისა? და ჩვენ ვილაპარაკეთ კიდევაც და ერთ-ერთი ჩემი ასე ვთქვათ არგუმენტი იდეა იყო ის, რომ არსებობდა კონკურენტი საბჭოთა კავშირის სახით, რომელიც აიძულებდა, ვთქვათ, ცოტა სხვანაირად მოქცეულიყო. როცა გაიგეს და მიხვდნენ, რომ ვთქვათ, საბჭოთა კავშირი მათთვის აღარ წარმოადგენდა რევოლუციური განწყობები, ვთქვათ, არ წარმოადგენდა მათთვის საშიშროებას, ვთქვათ,
შემდგომში ეს, ასე ვთქვათ, შეზღუდვები მოხსნა. აი ვიდრე დაიწყებოდა რბოლა შეიარაღების, მანამდე იყო ეკონომიკის რბოლა. შენ ყავდა ძლიერი კონკურენტი ატომური ცენტრით, რომელსაც ესე ვერაფერს ესე ვერ მოუხერხებდი, იყო იდეოლოგიურად და მთლიანად განსხვავებული სახელმწიფო მოწყობა, სისტემა, მენტალობა, ყველაფერი და ერთ-ერთი იყო სწორედ კონკურენციაში მის დამარცხება, რომ თავისუფლების იდეა ნიშნავს მეტ კეთილდღეობას. და ეს იყო დასავლეთის მთავარი, შეიძლება ითქვას, გამოწვევა, ხო? რითიც უზრუნველყო ის, რომ მან ეს მოახერხა და მან ეს მოიგო საბოლოო ჯამში. კი. ასე იყო ნამდვილად, მაგრამ ახლა დაუბრუნდეთ თვითონ უთანასწორობას, ხო? როდის გაჩნდა? ხო, დაახლოებით ჩვენ წინა ეპიზოდში ვილაპარაკეთ, რომ საარსებო მინიმუმის გარდა დიდი სხვაობა არ იყო და ანუ ასობით ათას წლის განმავლობაში ადამიანები დაახლოებით თანაბრები იყვნენ და ძირითადად საარსებო მინიმუმის მოპოვებისთვის იბრძოდნენ. შემდგომში, აი დაახლოებით 12000 წლის წინათ რამდენიმე ადგილას სოფლიოში გაჩნდა სოფლის მეურნეობა. ანუ უკვე საკვების წარმოება შემგროვებლობიდან მონადირეობიდან გადავიდა თქვათ სოფლის მეურნეობას. აი სოფლის მეურნეობის წარმოება უკვე გააჩინა პროდუქტიულობის აწევა, ხო? ანუ რაღაცა გარკვეულწილად დაიწყო ამ პროდუქტიულობის აწევა. და ყველაზე საინტერესო არის, რომ აი აქ ზემოთ მოცემულ, ასე ვთქვათ, ამ მოცემულ ვიზუალზე ნაჩვენებია, რომ უკვე რადგანაც გაჩნდა სოფლის მეურნეობა და ისევ ბიბლიურს დაუბრუნდები, ხო? გაჩნდა საწყობიც. ანუ შესაძლებელი იყო, თქვათ, დაგეგმა, შენახვა. ხო? შენახვა ნიშნავს უკვე დაგეგმვას. კი, ანუ ჭარბი მოსავალი გარკვეულწილად არსებობდა. შესაბამისად, რადგანაც არსებობდა კლასობრივი განსხვავებებიც, ვიღაცას მეტი უფლებები ჰქონდა იმ ჭარბ მოსავალზე, ვიღაცას ნაკლები. და ეგვიპტეში სადღაც 12000 წლის წინანდელ სამარხებში შეადარეს მეცნიერებმა ფარაონის ელიტის ჩონჩხები და ჩვეულებრივი შრომელების ჩონჩხები. და აი უთანასწორობა უკვე იქ დაიწყო. ანუ თვითონ ძლევის შესწავლისას მიხვდნენ, რომ ამ ადამიანებს საკვები აკლდათ. ამ ადამიანებს გამრუდებული ჰქონდათ ხერხემალი და ვთქვათ კიდურების ტრავმები ჰქონდათ, ანუ მათი ჩონჩხი პირდაპირ ასახავდა იმ უთანასწორობას, რომელიც ხო, მაგრამ აი ეს საინტერესოა, აი ეს უთანასწორობა რამდენ პროცენტიანი იყო, ხვდები? ბუნებრივია, რომ ფარაონი უკეთეს პირობებში ცხოვრობდა, მაგრამ აი რაღაც ზღვარი ხო უნდა არსებობდეს? ფიზიკური იყო, ხო. სტანდარტის ზღვარი ხო უნდა არსებობდეს, რომ იმას ჩვეულებრივ მუშას, მონას, ვთქვათ, ქონდა იმაზე ნაკლები, ვიდრე მას ჭირდებოდა, თუ იმდენი, თუ იმაზე მეტი, თორემ აი ეს ასიმეტრია იმის თქმამედა გააჩნია რამხელა. ხო, აი სანამ ფული გაჩნდა, სანამ პროდუქტიულობა ძალიან გაიზარდა, ჩვენ ხო ვთქვით უკვე, რომ რეალურად ორთქლის მანქანამ შექმნა, ასე ვთქვათ, ის ეკონომიკური ზრდა და გაიქცა, ასე ვთქვათ, მალთუსის ხაფანგიდან გაქცევა. თუ ჩვენ დავაკვირდებით აი ძველ პერიოდს, მონასა და შრომელს დაქირავებულ მუშას შორის სხვაობა რა იყო? თითქმის არაფერი. ანუ რეალურად ერთადერთი განსხვავება, იმიტომ რომ ისაც საკვებისთვის და სახურავისთვის, ასე ვთქვათ, თავშესაფრისთვის მუშაობდა, რომელსაც მე პატრონი აძლევდა, ჩვეულებრივი დაქირავებული მუშას და მონაც. განსხვავება ერთადერთი იყო. დაქირავებულ მუშას შეეძლო არ მოწონებოდა პირობები და წასულიყო. მეტი თავისუფლ განსხვავება მათ შორის არის. ანუ უფლებრივი სხვაობა იყო, მეტი არ არის. კონდიცია იგივეა და ისიც ხა არასწორი წარმოადგენაა, რომ მონა უფრო ცუდ პირობებში ცხოვრობდა, მონას ჰქონდა შრომის შედეგად იძენდა გარკვეულ კვალიფიკაციას, ეს კვალიფიკაცია იყო გასაფრთხილებელი და იმ სტანდარტის ზრუნვას ისიც იღებდა. რასაც გადაადგილების გადაადგილების ასე ვთქვათ, მობილურობის შეზღუდვა ჰქონდა, სხვა განსაკუთრებული არა. საჭმელს იმას საჭმევდნენ, იმიტომ რომ მისგანაც რაღაცა უნდა მიიღოთ. თუმცა ის თავისუფალი ძალიან შორს ვერ წავიდოდა იდეაში. ძალიან ისეთია, ეფემერული სხვა. ხო, ანუ ჩვენ აღარ ვლაპარაკობთ, თუ 12000 წლამდე ყველა თანაბრად ინაწილებდა ყველაფერს. ხო, ანუ და იმ პერიოდის ადამიანების ჩონჩხებს თუ დააკვირდებით, ანუ ასე დიდ სხვაობებს ვერ ნახავ. ანუ შემდგომ სოფლის მეურნეობამ შექმნა ჭარბი პროდუქტი
შენახვის შესაძლებლობა და კიდევ ერთი რაღაცა, წარმოების საშუალება, ანუ მიწა. მიწა, რომელიც გადაეცემა. შესაბამისად, უმიწო გლეხი უკვე დაქირავებულია, ხო? ვისაც მიწები ქონდა, მიწა ქონდა, ის უკვე არის ამ ჭარბი მოსავლის და ანუ მას აქვს საშუალება იმისა, რომ ქონება დააგროვოს, ხო? ამიტომ, მოხდა ის, რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ უთანასწორობა დაიწყო. და ანუ ადამიანი ტომური მომთაბარე, რა ქვია, პირველყოფილი თემური წყობილებიდან გადავიდა რაღაც წყობილებაზე, სადაც უკვე აი მოთანასწორობის ნიშანწყალი გაჩნდა. კიდევ რა არის? უკვე გაჩნდა რა, ეს უთანასწორობა იწყება უკვე დაბადებით. ხო? ანუ მდიდარ ოჯახში და ეს ზუსტად იმიტომ იყო სხვაობა, ხო? მდიდარ ოჯახში ბავშვი იბადებოდა ჯამთელი, კვების პირობები და ცხოვრების პირობები უკეთესი ქონდა და რაც თავარია კიდევ ერთი მომენტი. განათლება. ადამიანი ინტელექტუალურად რო განვითარებულიყო, მას სჭირდებოდა განვითარება, ხო? ინტელექტუალისა განათლება. განათლებას ვერ მიიღებდა, ვთქვათ, დაბალი ფენის ადამიანი პირველ რიგში იღებდა ეს და ეს კიდევ აძლევდა მას სხვა უპირატესობას, ხო? შესაბამისად, გარკვეულწილად აქ არ არის ლაპარაკი გენეტიკურ უპირატესობაზე, ხო? აქ ლაპარაკია იმაზე, რომ პირობები თავიდანვე განსხვავებული იყო. შესაბამისად, გაჩნდა გარკვეულწილად ის, რაც ჩვენ მივიღეთ იმ სამარხის გათხრისას, ხო? ანუ გაჩნდა თავარი ფიზიკური განსხვავებები და ინტელექტუალური განსხვავებები უთანასწორობა. შემდგომში ეს კიდევ უფრო ზრდიდა, იმიტომ რომ თქვათ ის რომ მდიდარი ოჯახის შვილს ჰქონდა უკეთესი განათლება, ჰქონდა უკვე წარმოების საშუალებები, ანუ ფლობდა მიწას, უკვე აძლევდა საშუალებას, რომ ბევრად უფრო სწრაფად და მეტად დაეგროვებინა სიმდიდრე ვიდრე სხვებს. ხო? მაგრამ როდესაც გაჩნდა უთანასწორობა, გაჩნდა შრომის ბაზარიც. ანუ ვისაც არ ქონდა მიწა, რა უნდა გაეკეთებინა. ადვილი იყო თუ არა, ვთქვათ, იმ ადამიანის ჩაანაცვლება მეორით. რაიმე პირობები უნდა დაეცვათ თუ პრობლემა არ იყო. ანუ შრომელი მეტი იყო, შრომითი ძალა მეტი იყო ვიდრე ქონება. შესაბამისად, რადგანაც მიწა ცოტა ადამიანს ეკუთვნოდა მცირე რაოდენობას ძალიან და ამავე დროს შრომელები ბევრი იყვნენ, მათი პირობებიც მინიმალური იყო, თავისუფლად შეეძლო ჩაენაცვლებინა. და ისე უბრუნდებით რას, რომ ეს ქონებრივი განსხვავება რო გაჩნდა, მეორე პრობლემას წავადექით. ეს არ იყო არაბუნებრივი, ეს იყო ბუნებრივად ჩამოყალიბებული რაღაცა ისტორიული მოვლენა, მაგრამ არის ერთი რაღაცა იყო. ომი მიწასთან ასწორებდა, იმან არ იცოდა, თქვათ, არც მდიდარი, არც ღარიბი, ხო? ანუ თუ დღეს განსხვავდება მდიდარი ვითი რომ შეუძლია თქვათ სადღაც გაასწროს, გაიქცეს, ან თავში საფარი გაიკეთოს, ამას ვერ ახერხებდა, ხო? თუ რომი ანადგურებდა ყველაფერს და ყველაფერი ხშირად შეიძლება თავიდან იწყებოდა. სანამ არ შეიმუშავეს გარკვეული ომის წესები, უკვე გვიან ევროპაში, როცა ომი წარმოებდა ბრძოლის ველზე და აღარ ანადგურებდა ქალაქებს, ხო, მე-20 საუკუნემდე იყო ეგეთი პერიოდიც, ხო, დაახლოებით 200 წლის განმავლობაში ევროპაში, როდესაც ეს არნიშნავდა ქალაქების აღებას, გადაწყვეტს პირიქით, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უკვე ქალაქები განვითარდა, ხელოსნობა განვითარდა, მანუფაქტურა და თუ იმას აიღებდი, ეს უკვე შენი აქტივი და დოვლათი ხდებოდა. რატო უნდა დაგენგრია მე შენი, ხო? ამიტომ თავარი შენი აზრშენებელი ხდებოდა. ხო, მოწინააღმდეგეს დაამარცხებდი ბრძოლის ველზე და გარკვეული ქონება გადმოვიდოდა შენ გარკვეულებაში. ხო, ანუ ისევ რომ დაუბრუნდეთ ისტორიას, ეს ომები თავიდან იყო გამანადგურებელი. ხო? მთელ ცივილიზაციებს ანადგურებდა.
შესაბამისად, სანამ ამ წესებს მიიღებდნენ, მონღოლები მაგალითად თქვათ, თუ არ შეეწინააღმდეგებოდი დალიანსში შეხვიდოდი, არაფერსაც არ ანგრევდნენ და იმპერიის ნაწილი ხდებოდი. შესაბამისად, იქ სხვათა შორის ყველაზე მერიტოკრატიული საზოგადოება იყო მონღოლეთის იმპერია ალბათ. იმიტომ რომ თქვათ ნებისმიერი სხვა ტომის და ერის წარმომადგენელს შეეძლო მერიტოკრატიულად ძალიან მაღალი საფეხურებისთვის მიეღწია. თუმცა ამავე დროს, როდესაც ისინი თვლიდნენ, რომ მოწინააღმდეგე საშიში არ ნებდება და ასე შემდეგ, ბევრი საშინელებებიც გააკეთეს. თუმცა რაციონალურებიც იყვნენ და ბევრი რამე, რომელიც დღეს ჩვენ სუფთა ქართულად მიგვაჩნია, შეიძლება მონღოლების შემოტანილია, მაგალითად, აკვანი. ხო, დედის გინებაც მონღოლების არის, და დედა მათთვის ძალიან, ასე ვთქვათ, დიდი ავტორიტეტი იყო და დედის გინება იყო ყველაზე დიდი შეურაცხყოფა. შესაბამისად, დედის გინება ბევრ ქვეყანაში არ არის. მათ შემოგვიტანეს ძალიან ბევრი რამე, მაგალითად, ფოსტა მათი, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბება, საბაჟო წესები, რაღაცეები, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მათ წარმატებას განაპირობებდა. და თუ ჩვენ ამ ისტორიაში დავბრუნდებით, აღმოჩნდება, რომ აი მთელი ცივილიზაცია, ისლამური ცივილიზაცია გაანადგურეს. ხო, აი ეს მე-13 საუკუნეში 1257-58 წლებში ჰულაგუ ხანი დაესხა ბაღდადს და ეს ცნობილი ბაღდადის აღება, რომელშიც სამწუხაროდ ქართველები და სომხებიც მონაწილეობდნენ როგორც ალიანსის წევრები, დამთავრდა იმით, რომ პირველ რიგში განადგურდა ძალიან წინწასული ქალაქი, რომელსაც მაშინ ბაღდადი წარმოადგენდა და პირველ რიგში განადგურდა ის სიბრძნის სახლი. ბაით ალ-ჰიკმას ეძახოდნენ, ეს იყო ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა ერთ-ერთი და როგორც მეცნიერები მე არ ვიცი უბრალოდ, როგორც მეცნიერები ბევრგან მინახია, ამბობენ, რომ ისლამის, ასე ვთქვათ, ძალადობისკენ შემოტრიალება მაშინ მოხდა. მანამდე სულ სხვა მიმართულებით მიდიოდა. ეხლა ისევ თუ დაუბრუნდებით იმ 30 წელს, რატომ იყო ის 30 წელი ასეთი განსხვავებული? და უფრო სამართლიანი. თუ შედარებით სამართლიანი. ერთი მიზეზი ვთქვით, ხო, რომ შესაძლოა ეს იყო, თქვათ, ხო, საბჭოთა სისტემასთან კონკურენცია და შიში. მეორე ვთქვით, რომ ეს იყო ორგანიზებული შრომა. ორგანიზებული შრომა, რომელიც ძალიან ძლიერი იყო და პროკავშირების სიძლიერე განაპირობებდა, რომ კაპიტალისტის უფლებები იყო ბევრად შემცირებული. ანუ მუშებს შეეძლო, თქვათ, გაფიცვა მოეწყოთ, შეეძლოთ მოეთხოვათ, ანუ ორგანიზებული. მეტი ბერკეტი გააჩნდა. ბევრად მეტი ბერკეტი ჰქონდა. ანუ ამასთან ერთად იყო პროგრესული დაბეგრვა. მაშინ შემოიტანეს ეს პროგრესული დაბეგრვა. და არა მხოლოდ შემოიტანეს, არამედ ძალიან მაღალი იყო. ამერიკაში ძალიან ცოტა ადამიანი ხვდებოდა ამის ქვეშ, მაგრამ ამ ზღვარის ქვეშ, მაგრამ რაღაცა შემოსავლის ზემოთ 90%, 91%-ზეც კი იყო ლაპარაკი. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, თქვათ, რომ პირადი შემოსავლების უსასრულოდ გაზრდის სტიმული არ არსებობს. ანუ დღეს დაახლოებით იგივე სისტემა გვაქვს სკანდინავიის ქვეყნებში, როდესაც თქვათ, გავიცანი ადამიანები 90-იან წლებში სკანდინავიიდან პირდაღებული დავრჩი, როდესაც გავარკვიე, რომ თქვათ, რაღაცა 10,000 ევროს ზევით მათი შემოსავლები იმდენად იბეგრებოდა, რომ აზრი აღარ ქონდა იმ შემოსავლების, ასე ვთქვათ, ზრდას. თითქმის აღარაფერი. იმ გაწეულ ძალისხმევას, ანუ ეს რაღაცა ზედა мотиваცია ამით იქნება. ზედა мотиваცია, ანუ ხო, კონების დაგროვება არ ხდებოდა. ანუ ეს შესაბამისად კომპანიას, როდესაც არ ქონდა ასეთი მოთხოვნა კომპანიის მფლობელს და პირადი შემოსავლების და არ ქონდა თავარი ინტერესი. შესაბამისად რა ხდებოდა? როგორ უნდა გადაეცა, ვთქვათ, შემდგომი თაობისთვის ის თავისი ქონება, ხო?
ამ თავისი ქონების გადაცემა შეეძლო რამდენიმე სახით, ისევ ჩვეულებრივად რაღაცა თანხის სახით, რომელიც ასევე გადაცემის პროცესში იბეგრებოდა დღესაც იბეგრება. მეორე ვარიანტი იყო თვითონ იმ თავისი წარმოების თუ თავისი ქონების ფასი გაეზარდათ. შესაბამისად, მათი ინტერესი იყო, რომ თუ არ ქონდა, თქვათ, დიდი ინტერესი პირადი გამდიდრების და წესები მას ხელს უშლიდა, სადდებდა ფულს. კვლევებში, თავის საწარმოს განვითარებაში, რაც იწვევდა, თქვათ, თვითონ პროდუქტიულობის ზრდას. შესაბამისად, კომპანიების განვითარება ხდებოდა. იმიტომ რომ აქეთკენ მიიმართებოდა ის ფული სახში წაღებად უკვე გამოდიოდა რომ სახელმწიფოს დივიდენდის სახში წაღება იყო ძვირი, ამიტომ ძალიან ძვირი. აკეთებდა რეინვესტიციას, დებდა უკან, იწევდა ხარისხი და ეს პროგრესული გადასახადებიც, ანუ ფაქტობრივად სკანდინავია ერთგვარი საბჭოთა მოდელად ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ როგორც საზოგადოება ესე განვითარდა, როგორც სახელმწიფო ესე გაძლიერდა, რა თქმა უნდა, ამას დამატებით შეუწყო ხელი ბუნებრივმა რესურსებმა, რაც აქვთ მდებარეობამ და ბევრმა სხვა ფაქტორმა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მაინც უფრო ესეთი სოციალური საზოგადოებები მივიღეთ ჩვენ. ხო, და ჩვენ ვახსენეთ კიდევაც რა, რომ აი წარმოიდგინოთ თქვათ, რომ დღეს რომ მოვითხოვოთ, რომ თქვათ, ვიღაცები 90% და 95-11% დავბეგროთ, ხო, იმ წუთში კომუნისტებს დაგვიძახებენ, ხო? და კომუნისტები არ არის, აქ ლაპარაკი ამერიკაზეა, ხო? რეალურად 50-იანი წლების ამერიკა არის აი ზუსტად ის ბეიბი ბუმერების ამერიკა, როდესაც საშუალო კლასი არის ყველაზე დიდი ნაწილი მთლიანად ქვეყნის. ხო? ზდა ყველას ეხება. ამ საგადასახადო სისტემის გამოც პირველ რიგში. განა იმიტომ რომ გადანაწილება ხდებოდა, თქვათ, გინდა თუ არა, ხო? ანუ იმას რომ ართმევდნენ დიდარს, იმას გინდა თუ არა, თქვათ, ღარიბს კი არ აძლევდნენ, მაგრამ რადგანაც, როგორც თქვი, არ იყო სტიმული ამ თანხის, ასე ვთქვათ, დივიდენდის სახში წაღების, რეალურად გამოდიოდა, რომ კომპანიაში ჩადებული ფული და კვლევებში ჩადებული ფული კომპანიის პროდუქტიულობის და კომპანიის თანამშრომლებს მეტად უნაწილდებოდათ. მესამე, რაც თქვით, ეს იყო ბრეტონ ვუდსის სისტემა, სავაჭრო ორგანიზაციები, ასეთი ტიპის დამოკიდებულება და ეს იყო შეთანხმება იმის შესახებ, რომ მაგალითად, თქვათ, ამერიკაში შეეძლო, რომ მთლიანად გაენადგურებინა ისედაც განადგურებული ევროპა, ხო? მაგრამ ამის მაგივრად, თქვათ, მან შეუწყო მათი ინდუსტრიის აღდგენას. და როდესაც, თქვათ, ქვეყანა ჩამოშლილი იყო გერმანია, მას ჰქონდა უფლება შეთანხმებით არა თავისუფალ ნეოლიბერალურ წესებზე დაყრდნობილი, არამედ დაცვის საშუალება ჰქონდა გარკვეულწილად თავისი გარკვეული ინდუსტრიების, იმიტომ რომ ის წამომდგარიყო ფეხს. და აი ამ პერიოდში, ასე ვთქვათ, თუ ჩვენ შევხედავთ ამ სამს პროკავშირების სიძლიერეს, იმას რომ ვთქვათ, პროგრესული დაბეგრვა, ის რომ ვაჭრობა არის გარკვეულწილად მართული და შედარებით სამართლიანი, აი რაც წინა ზოჩი ადრე ვილაპარაკეთ და ვთქვით მესამე ეპიზოდში, რომ ამ ვაჭრობაში, ასე ვთქვათ, ძალიან ყაჩაღური წესებით შემოდიოდა პერიოდულად, აქ ამ შემთხვევაში არ იყო ეს. და დაემატა კიდევ ის, რაც ვახსენეთ ჩვენ, ეს იყო შიში რევოლუციური განწყობების. ყველაფერმა ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ ეს 30 წელიწადი იყო ოქროს ხანა და თანასწორობამ მოიმატა. ეს პრინციპში ჩვენ შეგვიძლია გრაფიკზეც კარგად ვნახოთ. და უკვე შემდგომში 70-იანი წლების დასაწყისში იქ ნავთობის კრიზისის გარდა კიდევ სხვა პრობლემებიც იყო, თქვათ, ვიეტნამი იყო, რომელმაც ამ ყველაფერმა იქონია ზეგავლენა და რა მოხდა? მოხდა ის, რომ თუ ადრე გარკვეულწილად საერთაშორისო წესები მუშაობდა ვაჭრობაში და ეს მართული ვაჭრობა იცავდა სხვა ქვეყნებს. მარტივად ვთქვათ, ფეხებზე დაიკიდეს და ყველანაირი კომპენსაციის გარეშე ზოგიერთი ქვეყნების ეკონომიკების განადგურება დაიწყო, ანუ 80-იანი წლების შემდეგ. ხო, ანუ ნეოლიბერალური წამყვიდა ყველაფერი შეზღუდვა დაინგრა, ხო? მოდით ასე პარადიგმა შეიცვალა და ინკლუზიური ზრდა როგორც ასეთი გაქრა და ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული trickle down economics, ხო? ან წვეთოვანი ჩამოჟონვის ეკონომიკაზე დაიწყეს ლაპარაკი, რომ თუ
ეს ისე უბრუნდებით ტრეიგანი, ტეტჩერი, ფრიდმანის კლასიკური წარმომადგენლები არიან, მაგრამ თუ ეკონომიკა სწრაფად იზრდება, თუ ადამიანები დიდდებიან, იმ დიდრებიდან ნელ-ნელა ჩამოჟონავს და ამათაც ერგებათ, ხო? ანუ პრინციპულად ეს ცოტა იდეალისტურია იმ გაგებით, როგორც კომუნიზმი, ხო, რომ ვიღაცა აუცილებლად იმდენს აიღებს, რაც სჭირდება და იმდენს დადებს, რამდენიც შეუძლია. ხო, ეს იყო მთავარი, რაც შენ ახლა ახსენე, ეს იყო მთავარი ფორმულა, რომლითაც როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა 90-იანი წლებიდან ჩვენ გვითხრეს, რომ სამყარო ესეთი არის, ჯერ ესეთიც განუხრელად არ აქვს მნიშვნელობა რამდენი პროცენტით, მაგრამ სიღარიბე სულ მცირდება, ყოველი ხვანილი დღე უკეთესია წინაზე და დიდარ ხალხში და უსაშველო დიდარ ხალხში ცუდი არაფერი არ არის, იმიტომ რომ ის მქონებას დღესაც ეგრეა, დღესაც ხარჯავს, ანუ ქვევით ჩამოდის. მაგრამ აქ ვლაპარაკობთ ერთის მხრივ, რომ სადღაც უფრო სამართლიანი იყო წესები, უთანასწორობა ნაკლები იყო და შემდეგ ეს შეიცვალა. ანუ ჩვენ რომ თქვათ, რამ გამოიწვია ამ ცვლილება, გარკვეული კრიზისების შეგი ჩამოთვალე, მაგრამ მაინც რამ გამოიწვია ეს ცვლილება და რატომ გაჩნდნენ რეიგანის, ტეტჩერის ტიპის ლიდერები დასავლეთში, რომელმაც ბევრი წესი გააუქმეს, შეცვალეს, ბევრად მეტი ლიბერალიზმი შემოიტანეს ეკონომიკაში და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის ახალი 30 წლიანი პერიოდი, რომელშიც ახლა ვცხოვრობ და რომელიც პრინციპში ჩვენ თვალწინ ახლა უკვე იცვლება ბევრი ფაქტორის გამო და ამაზე შემდეგ ეპიზოდებში ვილაპარაკებთ. მაგრამ ერთ-ერთი ხომ არ იყო ის, რომ მართლაც საშუალო კლასი უსაშუალოდ გამდიდრდა. მოდი ესე ვთქვათ, ცხვრის ფარა გაიზარდა, მატყლი გაიზარდა და ამდენიც არ ჭირდება. რატომ არ გაუპარსოთ? თუ გახსენდება ესეთი ჩვენთვის კლასიკური ფილმია წინვალე შესანიშნავი შვიდეული. სადაც იქ ის რაღაც მომენტში ხვდება, რომ მე მგონი ამათ იმაზე მეტს უტოვებდი, ვიდრე საჭირო იყო. ნანობს ერთგვარად, რომ კიდევ უფრო მეტ ხარკს არ აწერდა ყოველწლიურად. ნუ ეგ არქიფოსეთურიც კარგად ახო სპირიდონას ულანჯიას ამბავი. ორი გოჭი დაუტოვე. შეიძლება მე არ ვიცი, შეიძლება ეს მიზეზი არ არსებობდა, მაგრამ რასაც შენ იძახია ამ კეთილდღეობის პერიოდზე ფაქტია, რომ ადამიანები რატომაც არ გადაიქცნენ მეც, რატომა და ჩვენ ბევრი ფილმი გვინახავს მაგალითად, როდესაც როგორ ატყუებენ ადამიანებს და უბრალოდ ურეკავენ, მოდი ჩადი აი აქ ამ აქციებში, გაჩნდა საფონდო ბირჟები, აქციები, ბირჟაზე თამაში. ამაში დიდი მოსახლეობა იყო ჩართული. ხო, აი პირველი ზუსტად მაგაშია საქმე, რომ ოქროსთან სტანდარტი თუ რომ არ შეეცვალათ, მაშინ ამ ბუშტის გაბერვა ხო ვერ მოხდებოდა. ანუ გამოცდილება ადამიანებს ჰქონდათ კრიზისების, მაგრამ ფინანსიალიზაცია უნდა მომხდარიყო. ამ ფინანსიალიზაციისთვის აუცილებლად იყო საჭირო, რომ დერივატივების რაოდენობა გაზრდილიყო. შესაბამისად, ანუ მეორადი ფულის, ხო, რაც თქვით ჩვენ და მე ავხსნით კიდევ ამას. რეალურად ოქროს სტანდარტის გაუქმებამ, იმან რომ საბჭოთა კავშირი უკვე აღარ იყო გარკვეულად საშიში, რევოლუციური განწყობების შემცირდა ამ ადამიანებიდან ასე ვთქვათ რაღაცა თანხის ამოღება, ოღონდ არა გადასახადების, არა სხვანაირად, ანუ გზაშივე ჩამოვართვა ირიბი მექანიზმებით, ანუ არ მივიდეს. ანუ პრინციპი რა იყო და ეს პრინციპი ზუსტად ის trickle down ეკონომიკის პრინციპი რაში მდგომარეობს. წარმოიდგინე ქართული სუფრა, როდესაც თქვა სუფრის ერთბოლოში ადამიანებს აძლევენ საჭმელს და ყველა მიმდენი უნდა გადაიღოს, რომ სხვასაც ერგოს, ხო? რამდენად არის დამოკიდებული იმაზე, რომ თქვა ბოლოს შეიძლება მართლა არაფერი არ შეგვხვდეს, ხო? რამდენად ვიღაცა უნდა აკონტროლებდნენ ამას, თუ წესებს მოხსნი, მაშინ ყველა დაიტაცებს და პირველი ასე ვთქვათ, მესამედი წაიღებს ყველაფერს, ხო და ბოლო მესამედში მჯდომებს არაფერი არ შეხვდებათ, ხო? და შესაბამისად, სისტემის მოშლამ გამოიწვია უთანასწორობის ზრდა. და სისტემა რატომ მოშალეს? მოშალეს იმიტომ, რომ აღარ ეშინოდა, თქვათ, რევოლუციური განწყობის, მეორე მხრივ შეხედეს, რომ ბევრად მეტი აქვთ, ვიდრე ადამიანს ბედნიერებისთვის სჭირდება და უკვე ბეიბი ბუმერები რითი იყვნენ გამორჩეული, ხო? ყველანი ასე ვთქვათ, ჰარლეი დევიდსონებზე შემოჯდნენ 50 წლის ასაკში პენსიაზე გავიდნენ. რაღაცნაირად უკვე შედგა და მათ გაუჩნდათ ბეიბი ბუმერებიც, ამიტომ უკვე ოჯახური ბედნიერება, ბევრი ბავშვი და მოდის უკვე ახალი თაობა, რომელიც
პირდაპირ სარგებლობს ამ მიღწეული კეთილდღეობით, ხო? და აქ კიდე მეორე მომენტები შემოდის. ეს ეხლა ჩვენ ვაპარაკობთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იყო ვიღაცა, ვინც ეს ყველაფერი დაინახა, შემდეგ დაგეგმა. უბრალოდ პროცესი ესე განვითარდა, ხო, რომ მეტ კეთილდღეობას მე მოყვება მეტი ამბიცია, მეტი სურვილი, მეტი უფლებების ქონა. ანუ საზოგადოება მართლა რაღაცა ისეთი ანტიკური ხანის დემოკრატიას ემსგავსება, ხო, სადაც მოქალაქეებს მეტი და მეტი უფლება აქვს და მართველი ელიტის გავლენა და უფლება იზღუდება. ამიტომ მას სანამ აქვს ესეთი სტრატეგიული უპირატესობა, რატო არ მოიგონოს რაღაცა ახალი. შეასუსტოს წესები, ეს გააძლიერებს კიდევ უფრო მეტად. და ვიღაცას დამოკიდებულება მცირდება ადამიანის, ხო? ანუ ადამიანი თავისუფლებაზე, როდესაც ვლაპარაკობთ, კი არის თავისუფლება შინაგანი კატეგორია, მაგრამ დღეს ყველანი კარგად ხედავთ, რომ ეკონომიკური თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, ხო? რამდენიც არ უნდა ასე ვთქვათ, იძახო რომ ბანკი შეზღუდული ადამიანი ნაკლებად თავისუფალია, უფლებრივად როგორი თავისუფალიც არ უნდა იყოს. ვიდრე შეიძლება იგივე ციხეში მჯდომი, რომელსაც ვალი არ აქვს. კი ბატონო, ამიტომ თუ ბეიბი ბუმერების, ასე ვთქვათ, შეზღუდვა ვერ ხდებოდა იმის გამო, რომ უმრავლესობა ბანკში დადებითი დეპოზიტებით, ასე ვთქვათ, დადებითი ანგარიშით გადიოდა პენსიაში. რაც მთავარია კიდევ დაიკარგა ინსტიტუციური მეხსიერება. ბეიბი ბუმერებისთვის ფაშისტური იდეების, ნეოლიბერალური იდეების მიყიდვა ძალიან ძნელი იყო, იმიტომ რომ მათ ყველაფერი ეს გამოცდილი ჰქონდათ, ხო? ბევრ მათგანს სამშობლებისგან ახსოვდათ დიდი დეპრესიის ამბავი, ბევრ მათგანს ვერ მიყიდით იმ იდეას, რომ შეზღუდვები არ მუშაობს. და ახალგაზრდებზე და სხვა თაობებზე 40 წლის წინანდელ ამბებზე ლაპარაკი 35 წლის წინანდელ. მათ ახსოვდათ დრო, როცა არსებობდა მონოპოლიები, არსებობდნენ ძალიან დიდი. მათ დაინახეს, რომ შეზღუდვები კარგად მუშაობს. და მათთვის წესები, ხო? წესია შეზღუდვა, წესი, ხო? კი, რა თქმა უნდა. შეზღუდვა. აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ მთელი ჩვენი პოდკასტი ზუსტად იმას ემსახურება, რომ ჩვენი სურვილი ის კი არ არის, რომ რომელიმე საზოგადოებრივ ეკონომიკურ ფორმაციას გაუწიოთ, ასე ვთქვათ, პრომოუშენი ან რომელიმეზე ვთქვათ. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ადამიანი ეგოისტია, მისი ეგოისტური მისწრაფებები არცა და არ წავა და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი დაალაგდეს და როგორ უნდა წესების რეგულირების ქვეშ მოექცეს ისე რომ სწორი შეზღუდვა შემოვიტანოთ ერთი მხრივ ასე ვთქვათ არ შეზღუდოს ეკონომიკური ზრდა და მეორე მხრივ უზრუნველყოს სისტემის სტაბილურობა რაც უფრო მეტია უთანასწორობა ხო საბოლოო ჯამში საზოგადოებაც ბევრად უფრო ნაკლებად სტაბილურია ეხლა ჩვენ რაც ნახეთ ხო ჩვენ ყველაფერი საქართველოზე გადავიდეთ ჩვენთან რა მოხდა ჩვენთან ეს უთანასწორობა მოხდა ჩამოშლით ხო ანუ პრაქტიკულად 90-იანი წლებიდან როდესაც ჩვენ სრული თანასწორობიდან უცებ ჩამოვიშალეთ და ნუ მოდი მარტივად რო ვთქვათ სანამ მოხდებოდა აღზევება და პატარა ეკონომიკური ზრდა დაიწყებოდა მანამდე რეალურად ყველაფერი ჩამოიშალა ისევ თანაბრები ვიყავით უბრალოდ ყველანი ძალიან ხარი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ შეიძლება რომელიმე ეპიზოდში ვახსენეთ, კიდევ ვახსენებ და კიდევ ბევრჯერ ვახსენებ. დიდი დეპრესია, რომელსაც ასე ტრაგიკულ მოვლენად აღიქვავს, თქვათ, ამერიკელები, აღიქვამენ ამერიკელები, 25-30%-იან ვარდნას გულისხმობდა. ჩვენ შემთხვევაში ეკონომიკური ვარდნა, პროდუქტიულობის და მშპ-ს იყო 80%. ანუ ასეთი ისტორია არავის არ ახსოვს. ანუ ეს იყო, თქვათ, გერმანია ომის შემდგომ და ასე. ეს იყო მსოფლიოს ბანკის შეფასებითაც ეს არის ზუსტად ამ ტიპის კატასტროფა გავიარეთ ჩვენ. ჩვენ გავიარეთ ეს კატასტროფა. ეს ხდება ერთ თაობაში, ხო? როცა ანუ საქართველოს ცხოვრობდა იგივე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ყველაზე კეთილდღეობით ხანაში, ალბათ მისი ისტორიის განმავლობაში, სადაც ყველა დასაქმებულია აქ არ არის შედარება რომ 70-იანი 80-იანი წლების საქართველოს შეადარვა საბჭოთა კავშირი რომელიმე დასავლურ ქვეყანას სხვა იმითი მე ვიძახი ჩვენი ისტორიის განმავლობაში და უცებ იგივე თაობა რჩება არაფრით აღარც პროფესია გაქვს
არც საქმე გაქვს, არაფერი აღარ გაქვს და ყველაფერი ქრება. ეს არის უდიდესი შოკი არ იმ დონის რაც განიცადა თუნდაც იგივე გერმანიამ, რომელსაც ძალიან მალე ჩაუერთეს მარშალის გეგმა და ჩვენთან მოგვიწია ამ ხოხება. ხო, ჩვენ არანაირი გეგმა არ გქონია, ხო? ანუ მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი ჰუმანიტარულ დახმარებას, ასე ვთქვათ, გვიწევდა, რეალურად ეკონომიკური დახმარება და ეკონომიკის ფეხზე წამოწევა ყველას ჩვენით მოგვიწია, ხო? და ეს თითოეულმა ოჯახმა გადასარევად იცის. ამ ჩამოშლასთან ერთად კიდევ სხვა რამე მოხდა. გაქრა დანამბრები. ადამიანები, რომლებიც თქვათ მუშაობდნენ წლების განმავლობაში, ხო და მარტო ეკონომიკა კი არ ჩამოიშალა და ყოველდღიური სამუშაო და ხელფასი კი არ გაქრა. გაქრა ის რაც ჰქონდათ დაგროვილი. ხო, ის ადამიანებმა დაკარგეს ქონება, რაც შექმნეს. ბუფერი. ხო, რომელიც ჰქონდათ დაგროვილი, ანუ განოლდა, ხო, მათი. მერე თქვათ დაემატა ამას უკვე კუპონი, რომელზეც უკვე ჰიპერინფლაცია დრო დაიძინებდი, ასე ვთქვათ, სადაც შრომობ, მაგრამ ვერაფერს ვერ იღებს სადაც. ხო, ვერაფერს ვერ იღებ. 95 წელს უკვე ლარია და ლარმა დაიწყო მუშაობა რატო? წესების და შეზღუდვისგან. ანუ კუბონი იმიტომ არ იმუშავებდა და ვერც იმუშავებდა, იმიტომ რომ იყო ყველაფრის გარეშე, წესების გარეშე. და პარალელური სისტემები მოქმედებდა. იქ იყო რუბლი, იქ იყო დოლარი, სხვადასხვა საშუალებები. 95 წელს კი ეს შეიცვალა, იმიტომ რომ გაჩნდა კონსტიტუცია, ჩატარდა არჩევნები, აურჩიეთ პრეზიდენტი და რაღაცნაირად დაიწყო ეს სახელმწიფოს ნიშნები გამოჩნდა. კი ბატონო. და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი პრივატიზაცია. ხო, ამ პრივატიზაციის ეპოქაში ვიღაცები ძალიან გამდიდრდნენ და ის საერთო ქონება გადავიდა ძალიან მცირე ადამიანების წრეში. ხო, ანუ იმ ტოტალურ სიღარიბეში მაინც აღმოჩნდნენ ადამიანები თავისი გამოცდილებით, მოხერხებულობით, თუნდაც პატარა რაღაც კაპიტალით, რომელთაც გამოიყენეს ეს უპირატესი მდგომარეობა და გარკვეული ქონება ამ უმრავლესობა პრივატიზაციის დროს მათ ხელში ჩაიგდეს. მე უმრავლეს შემთხვევაში როგორ წავიდა პროცესი ცალკე საკითხია, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მარტივად რო ვთქვათ, ეს უმეტეს შემთხვევაში იყო ხელისუფლებასთან დაკავშირება, ან ხელისუფლებასთან კარგი კავშირების, ასე ვთქვათ, ან თვითონ ხელისუფლებაში ყოფნის გამო. ყოველ შემთხვევაში გაჩნდა ეს ყველაფერი. შემდგომში ეს სადღაც 2012 წლამდე მიდიოდა ზუსტად ამ მიმართულებით, ხო, რომ სოციალური მიმართულება და გამქრალი იყო ნეოლიბერალური, ანუ ჩვენი გაღარიბება შედარებითი, ანუ ეკონომიკური ზრდა გქონდა, მაგრამ თქვა დიქოტომია იზრდებოდა. და მხოლოდ 2012 წლის მერე დაიწყო ლაპარაკი, ვთქვათ, იმ რაღაც სოციალურ სიკეთეზე, რომელზეც სახელმწიფოს აქვს ვალდებულება აღებული, რომ რაღაცა უნდა გააკეთოს, თქვათ, ხო? ანუ ჯანდაცვა 2012 წლამდე შეიძლება 95 წლიდან დაწყებული, რა თქმა უნდა, რაღაცა უფრო სწორდებოდა, უკეთესად მიდიოდა, შემოსავლები იმატებდა, მაგრამ აი ეს განსხვავება, დიდრები რო კიდევ უფრო დიდრდებოდნენ და მონოპოლისტები ხდებოდნენ და ჩვეულებრივი მოსახლეობა მაინც ძალიან დიდი რჩებოდა. მუდმივად რჩებოდა. კი, ეხლა 12-ის შემდეგ იყო, რა თქმა უნდა, ეს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა და ეხლა კიდევ ჩანს აი უკვე 2025 წლიდან ახალი ნიშნები, რომ აი ჩვენ ხედავთ რაღაც კომისიებს, რომ იმიტომ რომ აი მაინც დიდრები რაღაც მაინც უსამართლოდ ძალიან დიდრდებიან და ხომ არ ღირს მეტი თანასწორობა. ხო, ისევ წესებზეა ლაპარაკი, ხო, ანუ ისევ წესების პრობლემა. ახალ წესების ჩამოყალიბებაზეა პრობლემა, რატომ? იმიტომ რომ რეალურად ეს ამ ახალი წესების გარეშე ის დიქოტომია მაინც გაგრძელდება, რაც მთავარია იმ წესებმა, რომელიც ჩვენ გქონდა საბოლოო ჯამში მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა მიმართულებით ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მიმართულებით რაღაცა ნაბიჯები გადაიდგა, ზრდა რომელიც ჩვენ გქონდა, ისევ არ არის დღესაც ინკლუზიური. შესაბამისად, ისევ ემიგრაცია არ შემცირებულა, ხო? ანუ ადამიანების დიდი ნაწილი მაინც ცდილობს. ხო, თუ ადრე თავის გადასარჩენად მიდიოდა და ეხლა მიდის მეტი შემოსავლით. კი ბატონო, ბევრ ამას ვთქვით ჩვენ შემდეგ ეპიზოდებშიც გამოვეხმაურებით და შევაფასებთ. ეს ეპიზოდი კი შეგვიძლია ამით დავასრულოთ.